გამარჯობა, ჩვენი ეს ეპიზოდი იქნება ლია დეიდასთან მთლიანად არგვეთაში ჩამოვედით. გიორგი ჟორჟოლაძეა ჩვენი მასპინძელი და თვითონ ლია დეიდა, რა თქმა უნდა. წამო თან შევიდეთ. იმერული ამბავი გვექნება და იმერული კერძები. ეს ადგილი ძალიან საინტერესოა თავისი კონცეფციით. როგორც ვიცი, გიორგის თავისი ხელით აქვს გაკეთებული ეს რაღაც ყველა დეტალი. იშკარი იქით პარკინგზე ლამაზი პეპლები რო იყო და ძალიან ლამაზი ეზო აქვს. ძალიან ლამაზი ინტერიერი. ერთხელ ვცადეთ მე და ლაშა მოსვლა, გამოვიარეთ გზად, ბათუმში მივდიოდით მე მგონი და მაშინ არ მუშაობდა, დასვენების დღე გქონდათ და ვნახოთ ჭამის ამბავში როგორი იქნება გამოცდილება. გიორგი გველოდება. საკვინახი. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, შენ? კარგად. მოდი ლაშა, მოდი. მოდი ნუ გერიდება. ლამაზია, ქაურობა ისევ. მოდი ბარემ დაგიმარჯვე. კი ბატონო. ესე იგი მოვყევი მე ჩვენი მასპინძელი გიორგი იქნება და თავად ლია დეიდა რა თქმა უნდა. კი, აუცილებლად ხო. ისე შენი მოფიქრებულია კონცეფცია ქაურობე? კონცეფცია არა, ყველაფერი ლიას გაკეთებულია. ინტერიერიც, კი. ეს შეცდომაში შევიყვანე ჩვენი ლიას აი რაღაც დავალებებს გვაძლევს წვრილ სოღა შემოქმედებითად არ გვენდობა დიდად მე და ჩემდაც რომ აი დაუშვათ რა ერთ ფერში თუ არის გასაღები გავღებავთ მაგიდას და მე თვითონ უკვე მე თვითონ ხო აი ორნამენტებს რაღაცებს თვითონ აკეთებს. ხო, ძალიან საინტერესო ინტერიერია. მე აქ კერძები ესე გასინჯული არ მაქვს, მაგრამ სულ მქონდა გაგონილი, ნუ ახ შენს გიცნობ და ერთხელ შემოვიარეთ მე და ლაშა, მაშინ არ მუშაობ. აკეტილებ. დასვენების დღეები გაქვს ხო? კი, სამშაბათს და ოთხშაბათს. სამშაბათს, ოთხშაბათს. სახლი რო აი თან ხო აქ ცხოვრობთ და ის არის რა ქვია, ცოტა შენთვისაც გჭირდება რაღაცა 1-2 დღე ხო და ეგრე ავარჩეთ სამშაბათ ოთხშაბათი აი ცოტა ხალხი არის შედარებით გზაზე და ბევრი რო არ დარჩეს უკმაყოფილო ჩვენც დავისვენებთ და მე ვაგრძელებთ ისე. გიშდები ეგეთ ხალხზე ხო იცი თავისი ხელით იქვე ცხოვრობენ თვითონ მუშაობენ თვითონ უმასპინძლები. მე და გაკეთებული ხო ორკაციანი გუნდი. კაი ეგრე ჯობია. ხო. ავარჩიოთ. მაგრაცია. თბილისიდან ჩამოვედით და კი მეც გელოდებოდით რომ ერთად ვჭამოთ. ოჩა. აბა მარტო ხო არ შეიძლება. მოკლედ ხა ესე ჰაილაითები რაც არის ჩვენთან აუცილებლად გასასინჯი, ესე ხანდახანს ხალხს ბეზრდება ერთ და იგივე რაღაცებს კეთება, მაგრამ ეს არის ჩვენი ნიშა, რომ აი ეს იმერული სამზარეულო და მთელი ამბავი გადის მაინც ფხალეულზე. ხო, ეს რაღაცა იმერულ სამზარეულოზე რო ფიქრობ, პირველი მოგდის აი რაღაცა ეკალის ფხალი, ბადრიჯნის ის რა ქვია, ფხალი და რაღაცები და ეხა არის ზუსტად სეზონი ეკალის და პრასის. კი, ორივე სეზონი არის და ძალიან გემრიელად გაგვიკეთებს ლია ცოტა ხანში. კარგი. ლიასაც გადავიღებთ სამზა. მეც ლია რო ლია დეიდას გადავიღებთ სამზარეულოში. ხაჭაპურის გარეშე წასვლა გამორიცხულია აქედან. იმედია არ გამიშვათ, იმიტომ რომ ხაჭაპური ყველაზე ძალიან მინდა ეხლა. კი. და რა ვიცი, კიდე შეგვიძლია ავარჩიოთ, რამ შეგვიძლია წიწილად შევწვათ, ან შეგვიძლია ლობიოც გავაკეთოთ. სახლის წნილები გვაქვს ძალიან კაი ლიას გაკეთებული ასევე. ლაშა, მე მგონი ლობიო ჯობს. ლობიო და სახლის წნილი. კი, მაგასაც გავაკეთებთ აუცილებლად. მაშინ მე მგონი გვეყოფ. გვეყოფ. ძალიან ბევრსაც მოგვეჭმე. არა, ვჭამოთ კაცო რა პრობლემა. მე შეგვიძლია ლია დეიდას შვილი რო ხარ, მე მგონი არ ვთქვი დასაწყისში. ხო. ლია დეიდა გიორგის დედა. ნამდვილად ესია და ერთად დავიწყეთ ეს ყველაფერი ჩემ და ლიას წამოწყება იყო. საიდან დაიწყეთ ეგეც? მოვყვეთ ბარე. ძალიან დიდი ხანი ხომ მუშაობდი ტურისტულში მე და ესე ვიცი ნელ-ნელა უკვე მივხვდი რამ შეიძლება გაამართლოს ესე საკვებ ობიექტად, სად შეიძლება გაკეთდეს რაღაცა და ასე შემდეგ და ერთ დღესაც აი კორონა რო გამძაფრდა 2020 წელს ჩამოვედი ჩემებთან სახლში და ჩავრჩი აქ.
მართლა ჩავრჩი, რასაც თქვი, ვეღარ წავედი და მაგ დროს უკვე მაგ დროს 2020 წელს. გადაადგილება. კი, აი უბრალოდ ჩამოვედით დიას და შოთასთან ნახავად და ნუ ყველაფერი უკვე შეზღუდვები დაიწყო, გადაადგილება რაღაცა და დავრჩი, ნუ აი რა უნდა გაგიკეთებინა და მე ამასობაში ეს ტურისტულში ახალ მუშაობდი, ეს სეზონიც ცხადი არ იყო, იმიტომ რომ ტურისტები ვერ ჩამოვიდნენ და მე მედალია დავჯექი და აი რა ვქნათ და სახლი არის, საჭმელების კეთება კარგად იცი. მეც ხალხთან ურთიერთობა ასე თუ ისე გამომდის და ნუ ესე დავიწყეთ რა. კაი, დავეცეთ მაშინ თავზე ხა დავეცეთ ლიას და მაიას. მაია. და ნახოთ როგორ მოამზადებენ, ეგეც გადავიღოთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩვენ ეპიზოდში მარტო ლია დეიდა იქნება. ლია დეიდა და მერე წავალთ. მართალია რეჰანისთვის თქვათ ისეთი თემატური შეიძლება არ არის, მაგრამ გიორგის ძმასთან, რომელიც ხელნაკეთს უნამოებს ამზადებს კი, სახლში აქვს სახელოსნო თავისი და მაგანაც აი სადღაც 1-2 წლის წინ დაიწყო და ძალიან შეყვა და ეხლა უკვე ცოტა კი არა უკვე პროფესიონალურ დონეზე გადავიდა რა. ფლაკონებს ვიწერთ გერმანიიდან ერთად და იქ უკვე ჩამოსხვები მიდის მთელი ამბები, ნუ გაჩვენებთ მაგას ყველაფერს. აი, არ გვეთელი პარფიუმერი. ის სიქტარვა არის სოფელი, სიქტარვა ქვია. როგორ? სიქტარვა. სიქტარველი პარფიუმერი. კი, ესე გამოდის. წამოლაშ, წამოყვევი სამზარეულოში. დავაცხრით თავს ლია დეიდა. ისეც ლია დეიდა გაიცანით. დედა ჩემი. შებზარეული აკავროდეს. არა მარტო შებზარეული, აღმოჩნდა რომ მეღვინეც. მეღვინე დიზაინერი, კი, ხელოსანიც არის სხვათა შორის. კი. ყველაფერს სანტექნიკის და რა ვიცი, სახში რა მეტუმუშდება, ყველაფერს ლია აკეთებს. მოდი დავუთმოთ ეს მაგიდა. თან გეჭორავებით ხო გზადაგზა. შენც აქეთ მოდი გიორგი თუ გინდა. ბოსტანი გაქვთ? ბოსტანი გვაქვს, კი. მაგასაც ლია აკეთებს. შენ რა საკეთებ? მე რა ვაკეთებ? მე ვლაპარაკობ წინით. ლაპარაკობ და იმას პიარსაც უკეთებ. ლაპარაკ კარგად გამოს. არის აი წეღან სადაც ვიყავით წინ იქაურობა არის ჩემი და ჩემი დის. მე და მარიამი იქებსა და დანარჩენი ყველაფერი ლიასი არის და აგე რუსიკოსი, მაიასი და ასე შემდეგ. სპეციალურად მე ვალაგე ბეზოს. ეზოს აქტიურად. ოღონდ ეგ მეზარება ხოლმე, მაგრამ მიწევს. რა საკეთებთ ახლა? ეხლა ვაკეთებ ეკალას. ეკალას ჭირდება ქინძი, ხონდარი. შეკალაზე არის ხოლმე ძალიან ის რა ქვია დიდი მოლოდინი და მოთხოვნა ხოლმე როცა მოდის სეზონი კი ნახავენ ამას რა ქვია ბანკებში შეიძლება შეინახო და მე როცა გინდა გააკეთო მაგრამ რაღაცაი ჩვენ დიდად არ გიშლებით ამ ბანკებში შენახულებზე რა ქვია პროდუქტებზე და მაგიტო არ ვინახავთ რისი სეზონიც არის მოკლედ ხალეულის და რაღაცის ყოველთვის იმას ვაკეთებთ რა ეხა სეზონზე ეკალას აქვს თავისი ხიბლი როცა არის მისი სეზონი დაუშვათ რამდენი ხანია ეხა იქნება კიდე ცოტა ხანი რამდენი ხანი გრძელდება არა სექტემბრამდე გრძელდება ეკალა კი მთელი საფხული არის ეკალა მერე შემოდის გოგრა დაუშვათ და გოგრის ფხალი შემოდის წანე პომიდრის ფხლები შემოდის ხოლმე კიდე და ესე ვცვლით ყოველთვის წანე პომიდრის ფხალი არ გამოსცემს ხო ეს არ ვიცი არსებობდა თუ არ მეც ლიასგან გავი თუ შემოიგონა დედა არა იმერული ის არის შემწვარი წანე პომიდორი ხო წანე პომიდორი იწვება ხო იმაზე რა ქვია ჯერ მარილში გამოყავს მერე იწვება მერე იკვაზება ხო და ეს მომჟაო გემოაქვს ძალიან გემრიელია არა ძალიან გემრიელია ნამდვილად სახლის პომიდორი თუ გაქვთ უფრო ძალიან გემრიელია კიდე ხო არ გასინჯავთ გავსინჯოთ კი მიდი აბა პატარა და თებში გამოუღემარს მოიცადა თუ კიდე ხელზე შინა პატარა კოს მოიცა ეხა ნამდვილად როგორც ხდება ხოლმე იმერეთში გასინჯვა ეგრე ესე მომეცი ხელი ესე ხო ეგრეთ მასე ასე დაუდებ მაშინ ხო და დაუდე და ვსე ეგ არის აი ეგ აუ რამდენი დამიდო ვეღარ შეჭამს უკვე იდეალურად შეზავებულია ლია დეიდა
ნახევარ კილოზე მეტი ყველი. კი. მეც გადავიხო მაშინ. ეს არის ნეტარება ხალხო. ეს არის ბედნიერება. კაი მოშებული ვარ მეც. მართლა. მე მინდა რომ ეხა შენ დაასტოპო. ამის გასინჯვის მერე და გასინჯო ხაჭაპური. სომიც ძალიან კაია გიორგი. პიცკინა. ძალიან დიდი პორცია გია ის. ერთი ნაჭერი ხაჭაპური განაყრებს. კი, დიდი პორცია, ხო ის არის, რა ვქნა, მოთხოვნა არის სხვადასხვა რომ პატარა ხაჭაპურიც დავამატოთ, მაგრამ აი წერან რაც გითხარი, რომ ვერ აკეთებს ლია ფიზიკურად პატარა ხაჭაპურს მართლა ვერ აკეთებ. მე ვცადეთ და აი მაინც ეხა ცოტა ნაკლებ ცომში რომ ძალიან ბევრ ყოლს და მე რა გაიხა, გადმოიხა ეს ხაჭაპური რაღაცა და დაავტოვეთ ისე როგორც არის. მაგრამ ნუ შეიძლება ისეთი ხაჭაპურია, ეხა ეს ხვალდაზეგაც შეპიცკინებული იქნება. კი, აუ გაცხელებული არის ისეთი კაი ხო. კი, ყველას ვატან ხოლმე, ვიღაცებს ძალით ვატან მართლა რომ აი გაიყვეთ, იმიტომ რომ დღის ბოლოს იმდენი ხაჭაპური რჩებოდა, ხო, და რჩება ხოლმე, ეხაც ყველას არ მიაქვს რა თქმა უნდა, რომ ეხა კი არ არის პრობლემა მაგის, აი მეზობლებს გადაუტანე ხო, მაგრამ ნუ რამე ვარიგებთ ეხა ხო საჭმელი რაც რჩება, ყველაფერი რიგდება ეს სამეზობლოში, მაგრამ ბარემ გაიყოლენ, ნუ შენი არის ეს ხაჭაპური. გემრიელესი. უგემრიელესი, აი ფენოვანი ხო ვაქეთ წინ ეპიზოდში მე დალა შესანგყარს მულენის ფენოვანი მართლა აუ კი მე ძალიან მიყვარს. კი ძალიან მიყვარს მეც. ხო და ეხა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეს ის ხაჭაპურია რომელიც უნდა გასინჯოს სანამ ცოცხალი ხარ. მულენი მე ისედაც ძალიან მიყვარს ეგ ადგილი. ბარი ხო. მაგვიდეოს რო ცოტა ნახვა, კაი ვიტყვი, მაგვიდეოს ცოტა ნახვა. და გავაქტიურდე. მოდი ვიდეოს, მაგვიდეოს ბმულს ამ ვიდეოს აღწერაში მიუთითებ და ნახეთ აუცილებლად და დაგვიწერეთ კომენტარები. კიდე თუ გამოიწერთ კიდეც არხს ძალიან კარგი იქნება. აუცილებლად. ეს შევახსენო ხოლმე და მავიწყდე. უნდა გამოიწერონ, იმიტომ რომ კაი მე რას ანუ აქტიურად ვადენობ ხოლმე თვალს და ვუყურებ ყველაფერს და აი გადაცემებია ძალიან გულწრფელად ვამბობ, აი ძალიან ესე რაღაც აი ბუნებრივად რომ მიდის ხო იცი ეს ლაპარაკები და რაღაც აი არ არის დადგმული სცენარი რაღაც წინასწარ, ყოველთვის ძალიან უფრო კაი საყურებელი არის და კი ბატონო, ჩვენიც კაი ეპიზოდი იქნება. გადავედი, ახლა რა გავსინჯო? მობიო თუ სტარტერები? სხვადასხვა ეს არის სტაფილოს ფხალი. ეს არის ბადრიჯნის. ეს სტაფილო რაღაცა არ არის დიდად პოპულარული ესე ფხალობაში, მაგრამ ძალიან კარგად აკეთებს ლია, ცოტა იმაში აი რა ქვია, თაფლში თავიდან გავარგებული ხო, აი ხო აი დრო იშუშება რაღაც ცოტა თაფსურევს, მე ეს ბროწეული წვანილებსაც ხლებს ყვაფშე ყველა სხვადასხვანაირს უშვება და შეგიძლია სტაფილოც გასინჯო ძალიან მოგეწონება ჩემი აზრით. ხო. მადლობა. დავიწყე. ცოტა ბადრიჯანი. აი ეს არის ამ ბადრიჯნის ფარშზე ვარ ხოლმე, ვის მაქვს რა ქვია ამოჩემება. რომ შეიძლება ერთი კვირა მარტო ცხელი პური და ბადრიჯნის ცალკე ფარში ჩამომედი არა. მართლა, ყოჩა, ბადრიჯანი მეც ძალიან მიყვარს. მე რა ერთი კვირა ყოჩა. შენ უფრო ყვარები. ცოტა ყველაფერი გადმოვიხე. მადლობა. კარგი, ეკალა რადგან გასინჯული მაქვს და ძალიან გემრიელი ყო. არა, მაინც ნახოთ. ეკალათი დავიწყებ. ძალიან ცოცხალი ტიპი, აი პირში გემოები იგრძნობა და ცალკე ეკალასი, ცალკე მწვანილების და სიცხარე რო აქვს ეგ მომწონს კიდე. ხანდახან არ არის ხოლმე ცხარე. უხდება კი ეკალას. ეს ფხლები კეთდება იმ ყოველდღურად ესე დილით რა. რომოდიან 10 საათს ეს დედაჩემის დაქალები თანამშრომლები. იმდენი არ კეთდება რომ აი დავუშვათ მეორე დღეს, მესამე დღეს რაღაცებზე გადავიდე, სადაც ყოველდღურად აქვს მაგითო ცოცხალი გემო. ხო. აი ახალია და ხო.
ხრაშუნა, თან აი წანგემრიელად ხრაშუნა ეკალა. გადავედი სტაფილოზე. თაფლი თუ რაღაც საინტერესო. მე დავშალე ხაჭაპური. ხო, სირცხვილი. მე ისეთი ტემპით ჭამე, რომ ძალიან უცხო ტიპია სტაფილო. ესე მოტკბო გემოდაყვება. ხო, ეგ არის თაფლის გემო კი. და სტაფილო ხრაშუნაა, მაგრამ კიდე რაღაცა აქვს ძალიან. აი ეს ყველაფერი ერთად მე აი ბროწეული წვანილები რაღაცები კარგად კარგია, სტაფილოს ფალი გამისინჯავს და ეს განსხვავებულია. პრასით ყაია. მობეზრება იცის რა, იმა რა ქვია ყველაფერმა ეხლა რაც არ უნდა გემრიელი იყოს საჭმელს ერთი და იგივეს რო ჭამ, შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე და ესე პერიოდულად მაქვს ხოლმე ამოჩევება რაღაცა ფხლების რა, ეხლა ბოლო პერიოდი არის სტაფილო მიყვარს ყველაზე ძალიან და ის ძალიან ხშირად ჭამდა. სიმართლე ნიგვზიანი ბადრიჯანი არ მიჭამია, აი ძალიან დიდი ხანია უკვე. მარტო ცალკე ნიგვზის ფარშს კი, მაგრამ ესე ბადრიჯანთან ერთად კაი ხანი აღარ მიჭამია. პრასით ძალიან მიყვარს. შენ ნიგვზის ფარშს ვამბობ, ხო? მე ბადრიჯნისკენ წავენ. აი ეს ცხელპურზე გადაუსვამ თვითონ ნიგოს. კლად და მე შეუბერე. ნიგვზიან ბადრიჯანში ძლია დაიდას ნიგოზი არ დაუსურებია. აი სუყედ დატენილია. კაია. ესე იგი, ჩემი ფავორიტიც მინდა გითხრა, რომ სტაფილოა. ხო? ხო, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ახალია, ხო. ეკალაც უგემრიელესია, ის რაც თქვით. ხო. სიფრეში, რა ქვია, სიახლე იგრძნობა გემოები, მაგრამ სტაფილო. ხაჭაპურსაც მოხდება სტაფილო. კი, აი ერთად ვჭამე მე. კი. აი, გადავედი. რაზე გადავიდეთ ახლა? ციცილი ხო არ ვცადოთ? აბა. რომელი ნაწილი გიყვარს ციცილი? მირაფეტარა. რა ვიცი, ალბათ ყველაფერი. ფრთა ძალიან კნაწუნად გამოიყურება. კი, აი ფრთაი ძვლიანად რო იჭმება, ეგეთი არის, კი. მაგრამ იცი რა, ქენი ესეც გავაყოლო ეს ნაწილი. იცი რა, ბევრია. ვარაუშოს. რაც მორჩება. მადლობა. აი ესე კაი არის. განახთ, ვაიმე როგორია? ძალიან კნაწუნაა. ხო, წიწილა არის რა, არც იმაში კტეძა და ქათამშორის ხო ვარიას ეძახია. ვარიაც არ არის, აი წიწილა არის. ძალიან ძალიან პიტკინაა. გარეელესია. ნუ, ხელი ჭამე. როგორც წესი და რიგია, ბატონო, რა ვქნა მეტი. როგორია? გასმივე ძალები. ზესუნზი რასავით? კაცთკუც რო გააქვს. ძალიან მაგარია. ეხა ამას ტყემალი რაღაც უნდა ან რამე საწებელი არ უნდა მე თუ მკითხა. ახალი ტყემალი გვაქვს. ხო და პურთან ერთად გავსინჯა. ახალი ტყემალი ცალკე მიყვარს. ძალიან კარგი ჭამა გამოგვიდა ლია დეიდაში და ჯერ არ დაგვისრულებიათ. მე გადავმოვლენებს გავუსწრებ წინ, სანამ შენ წიწილს გაძიძგნი და ლობიოზე გადავალ. ლობიო არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საჭმელი. კი, მეც ძალიან მიყვარს. TikTok-ზე რაღაც ტრენდი იყო, საჭმელებს ალაგებდი ნუმერაციის მიხედვით. ხო. და ლობიანი გამომივიდა პირველი. ხინკას, სწვას, ქაბაბს, ყველას ვამჯობინე იცი აღმოჩნდა. არ ვიცი ხა აქ გაზრდის ბრალი არის და იმერლობის ბრალი არის თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ესე ხორცოლობაზე მეტად მეცა ესეთი რაღაცები უფრო მიყვარს, ვიდრე წვადი და ხინკალი და რაღაცა. კი, მიყვარს ცხადია, მაგრამ ესე არჩევანი რო დადგეს, მაინც უფრო ბალახებისკენ წამო. ხო, აი ხშირად ამას უფრო შეჭამ ყოველდღიურობაში, ვიდრე, მაგრამ ნიგვზიანს მე ვერ ვჭამ ეგეთი სიხშირით.
ლობიო ის უნდა ყველი აშკარად. ზაირას ყველი კი ძალიან კაია. ნასვეტებია. ზაირას ყველი რა გემრიელია. ნაკავს 1 3 4 ის არის რა ქვია ოჯახი, რომელსაც ესე ძროხები ყავთ და ყველს აკეთებენ რა სახში. და სულ ჩვენ მოგვაქვს ამ 4 ოჯახი და ყველი. მართლა, იმიტომ რომ მაგრამ დაგჭირდება. ჭირდება, ბევრი გვჭირდება ძალიან კი. ანუ ამის გარდა ისედაც სახლის უბრალო სტუმრებიც არ გვაკლიათ, ან ასე სტუმრიანი ოჯახი ვარ. ძალიან ბევრი ყველი იხარჯება ჩვენთან, ძალიან. ძალიან მოუხდა ლობიოს. ხო. მაგრად ყველი ცალკე ამბავი ყოფილა თქვენთან. მაგარი ყველია ძალიან გიორგი და ამ გემოზე სვამს სულ ზაირა? კი. ოცა. სხვა შორის ყველის ხარისხი ესე ზამთარზაფხულ განსხვავდება. ხო. ზამთარში უფრო მარილიანია რაღაც, მაგრამ ზაირას ყველი ყოველთვის ესეთი კაი არის. ხო. მაგარია ძალიან გემრიელია. კარგი, მოდი. ეს ნაწილი ნელ-ნელა დავასრულოთ ჭამას მის, მჟავი არ გამისინჯა. ძალიან ხრაშუნა კიტრი არის. იმიტომ რომ ესეც ლიას კი. კაი. ხმას აიო. მიკროფონი. ხრაშუნის. ძალიან კაია. ძალიან ხრაშუნაა კიტრი. პომიდორიც კი. იდეალურია ლობიოსთან. მე მოვიტან ახლა კიდე კამპოტს. იმიტომ რომ ძალიან დაიდია მე თან არ ვარ კომპოტების მოყვარული. მე მიყვარს თან მარწყვის მით უმეტეს თან ახლა ისე მიხარია ეს სეზონი რომ მოვიდა მარწყვის. ჯერ კიდე ბოლომდე არ არის კარგად მოსული, მაგრამ ახლა ერთ კვირაში რო წამოვა მარწყვები ერთი სული. კომპოტი იმიტომ მომეწონა რომ ტკბილი არ არის. არ გვიყვარს ხო, რა ქვია, ძალიან ტკბილი კომპოტები ჩვენც მედალიას. და არ ვაკეთებთ. ხო. კაი, მადლობა. ეს ნაწილი დავასრულოთ და შოთასთან წავიდეთ. კი ბატონო. ძალიან საინტერესო გადასვლა გვაქვს. სოფლიოში ყველაზე გემრიელი იმერული ხაჭაპურიდან მოვედით ხო, ქართველ პარფიუმერთან შოთა გიორგის ძმარის 5 წუთის მანძილზე სავალზე 5 წუთის სავალ მანძილზე მოკლედ აღმოჩნდით ესეთ პატარა სუნამოების ქარხანაში. ხო ეგრე? სუნამო სახელოსნო შეგვიძლია დავარბათ. სუნამო სახლი. სუნამო სახლი. კაია, მშვენივრად ჟღერს. რომელიც სავარაუდოდ ერთია საქართველოში. მე არ გამიგია აქ. ესე გამოკვეთილად ვინმე რო პოზიციონირდებოდეს როგორც სუნამო სახლი, მეც არ მინახავს მართლა და არ ვიცი. არის ხალხი, ვინც ამზადებს და ინტერესი აქვთ, მაგრამ კონკრეტულად ადამიანები, ვინც სუნამოს ქმნიან, მე ჯერ არ გამიჩნია არავინ და რა ვიცი, თუ ვინმე არის სიამოვნეს გამოგვეხმაურა. გამოცდილებას მაინც გაუზიარებთ. ხო, პარფიუმერი წიგნი და ფილმი თუ გახსოვთ სუსკინდის ხო ფილმებთან მე შორსა ვარ ფილმებს რა ვიცი წიგნში კიდევ უფრო კარგად არის აღწერილი აი იმის მერე რაც წავიკითხე რაღაცა მისტიურია ჩემთვის ეს პროფესია პარფიუმი საერთოდ მისტიური რამეა და იმიტომ აქვს ჩვენზე ამ ხალხზე მოქმედება რომ მისტიურია რა და მაგის ხო და ეხა რეჰანის თემა არ იყო მაგრამ შოთა კარგად უნდა მოგაყოლოთ ყველაფერი ძალიან ეს არის სასწაულის სუნი დგას აქ სამწუხაროდ კამერაში კადრში მაგას ვერ გაიგებთ და აბა მოდი რა არის როგორ ამზადებთ და მე ისტორიასაც მოდი მაგაზე მივიდეთ ეხლა რატო არის
პარფიუმი მისტიური რამე, შენთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის ვიც პარფიუმს მოიხმარს, ხო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იწყება ჩვენი ერთ-ერთი გზნობიდან, რომელსაც ქვია ყნოსვა, ხო? ხო და ზოგადად თანამედროვე ადამიანი ძალიან ნაკლებ ყურადღებას აქცევს თავის ცხვირს და ყურადღებას აქცევს როგორც ნაკლებად იცის რა ხდება, რატომ არის და რა ფუნქციები აქვს და ყნოსვა არის ყველაზე ძველი გზნობა, რომელიც ადამიანს აქვს და ზოგადად ზუზუმწოვრებს, იმიტომ რომ არ ვიცი დედა ხარ, ბავშვი. ხო, სმენა ცოტა გვიან იწყება, მხედველობაც, სრული მხედველობაც ცოტა გვიან იწყება და ყნოსვას იწყებს ბავშვი უკვე ადამიანის მოცლიდან, რა და ამის სათავედებს ევოლუციაში, იმიტომ რომ ყნოსვა იყო ზოგადად ყველა ცოცხალ არსებებში კომუნიკაციის პირველი მეთოდი რა, სანამ ვერბალურ ნაწილთან მივიდოდა, სანამ აკუსტიკურ ნაწილთან მივიდოდა, სანამ თვალებთან მივიდოდა და ამ შემდეგ თავიდან იყო ყნოსვა რა მოკლედ. ამიტომ ჩვენ თავის ტვინში ყნოსვის ცენტრი არის ყველაზე ღრმა და ყველაზე ძველ ადგილას რა ესე რომ ვთქვა ადამიანურ ენაზე. ამიტომ ქვია ჰიპოკამპუსი და ეს ჰიპოკამპუსი აკონტროლებს ადამიანის მოგონებებს და ემოციებს. ანუ წარმოიდგინე ყველა მოგონება რაც შენ გაქვს, რომლებიც ხო არის აუცილებელი რომ მოგონებები ყოველთვის გახსოვდეს, ხო, რაღაც მოგონებები არის, რომლებიც აი გაგახსენდება სადღაც, ხო? ასოციაციური რაღაცით შეიძლება გაგახსენდეს, მუსიკის მოსმენით შეიძლება გაგახსენდეს, ან შეიძლება რამე ნივთი დაინახო და იმით რაღაც ამბავი გაგახსენდეს, ხო და ყველაზე მეტად რაც მაგ აი მოგონებების ბიბლიოთეკაზე მოქმედებს არის ცხვირი და ყნოსვა. აქ რა ხდება? მოკლედ დაახლოებით 1-2 წელია ჩვენ მე ესე სუნამოების მიმართ დიდი სიყვარულით შედეგად გადავწყვიტეთ რომ ეს სუნამოსახლი დაგვიარსებინა. 1980 ამ საქმეს ვაკეთებ ჩვენ სამნი, ეს გიორგი ზრუნავს ჩვენი ცნობადობის ამაღლებაზე. გიორგი ყველას ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნავს, როგორც მესმე ხო იცი? ლია დეიდასთან, აი ამას ვინაკეთებს და ლია გიორგი მეუღლევა და ბახს ბოსტანს ვინულის, ლია და ღვინოს ვინაყენებს, ლია და მეთქი აბა შენ რას აკეთებ? ცნობადობის ამაღლებაზე. ანა ჩემი მეუღლე ზრუნავს ჩვენ ფინანსურ ნაწილზე ზოგადად. აჰა. და მე ვზრუნავ ჩვენ შემოქმედებით ნაწილზე, ანუ უშუალოდ სუნამოების შექმნაზე რა. რებია ესენი და როგორ არის მიღებული, როგორ არის შექმნილი და იმ აქ არის ბევრი სხვადასხვა ნივთიერება. მოკლედ მოდი ისა ზოგადად პარფიუმერიაში იყოფა ორ ნაწილად, ანუ ბუნებრივ ნივთიერებებად და არაბუნებრივ ნივთიერებებად, ხო, აი ძირითადად ორად რო დავყოთ. ანუ ნივთიერებები, რომლებიც ქიმიკოსებმა მოიგონეს და შექმნეს რომელიმე, თქვა ჯასმინის მოლეკულის მიხედვით შექმნეს ხელოვნურად ჯასმინი და ასე შემდეგ და არის ის ნივთიერებები, რომლებიც ბუნებრივად ბუნებაში გვხვდება და ხეების, მცენარეების, ბუჩქების თუ რაც იქნება მათი გადამუშავების შედეგად მიიღება მერე ეს შეიძლება იყოს ეთერზეთი, ესეთი ყვადაღებული, რომელიც ყველამ მიცის, ეს შეიძლება იყოს აბსოლუტი, ეს შეიძლება იყოს რეზინოიდი და ამ შემდეგ რა. მოკლედ ქიმიური ნაწილი არის ქიმიური და გასაგებია, რომ სხვადასხვა ქიმიური მომწოდებელი პარფიუმერის ინდუსტრია ზოგადად აწვდიან ამ ნივთიერებებს და პლუს ბუნებრივი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მათ ნაწილად იყოფა რა. ვანილის მიმართულება, ხო? აქ არის თვითონ ვანილინი, აქ არის კუმარინი, აქ არის კაკაოს აბსოლუტი, კიდე რა გვაქვს? ხო, ძირითადად ესენი გვაქვს აქ. ნუ ვანილინი გვაქვს, აქ ხდება მე და გააჩნია, ხო, რა შეიძლება ქონდეს 20%-იანი ხსნარი, შეიძლება ქონდეს აბსოლუტი, შეიძლება ქონდეს 10%-იანი DPG და ამ შემდეგ. ეს ხსნარები არის ყველაფერი ნაყიდი, ხო? თუ არა, ეს გამზადებული ესე? არ ხდება პარფიუმერიაში ისე, რომ ეხლა მე გავიქეცი იქ ვარდის ბუჩქები მაქვს, ეთერზეთი გამოვხატე. ხო, ლაბორატორიულად მიღებული ეთერზეთი. პარფიუმის ინდუსტრიას ყავს მომწოდებლები, რამდენიმე ნედლეულია, ხო, ესენი არის ყველა ცალ-ცალკე, ეს არ არის რამე ნაზავი, ესენი არის ცალ-ცალკე ნივთიერებები, ესე რა, სეპარატული ნივთიერებები.
ეს არის ძალიან დიდი ხელოვნება და მე ძალიან არა ვარ ეხლა ზოგადად თავდაბალი, მაგრამ მე ვერ უწოდებ ჩემ თავს პარფიუმერს აბსოლუტურად ამ ეტაპზე მინიმუმ. მაგრამ ვაკეთებ. ნუ მე ვაკეთებ, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან მრავალწლიან პრაქტიკას, ძალიან ბევრი ცოდნის დაგროვებას, მე რაღაც კუთხით საერთაშორისო აღიარებასაც და მე შეიძლება როდესმე თქვა რომ აი მე პარფიუმერი ვარ, მაგრამ მე დღეს ამას თავს ვარ. შენ როგორ ამბობ, იცი? ლია დეიდამ რო თქვას რომ მე შეფიარო არო, მაგრამ ნუ ისეთ საჭმელს აკეთებს რომ ხო, შეიძლება შენ ახლა რაღაც აკადემიური ისეთი ხო, ნუ ჯერეთი მაგის სასწავლებლები ეგრეთ არსებობს საფრანგეთში ძირითადად. აი, საიდან დაიწყო იდეა, საიდან წამოვიდა და? იდეა წამოვიდა პარფიუმის სიყვარულისგან რა, ეს არ ყოფილა რაღაც ერთ დღესაც გავიყვი. ანუ დაიწყო ინტერესით. ჯერ იყო არის სიყვარული ზოგადად სუნამო ეხა ბავშვობაში ხო, შეიძლება 12-13 წლის რო იყავი და პირველად რო რაღაც სუნამო გასინჯე და ეხლა ვხვდები რომ აი გასინჯე და რაღაცა აი გაგიჟდი ისეთი მაგარია და მე ვხვდები რომ შეიძლება ეს თურმე ჰედიონი იყო რაღაც ნივთიერება რომელმაც გაგაგიჟა ხო ანუ არის აქ ნივთიერებები რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე ისე რომ 100 ადამიანიდან 100 ვერს თუ არა 99-ს მაინც უნდა მოეწოდოს რა ისე აგებული და ამ სიყვარულისგან გამომდინარე ინტერნეტი მე ისა უკაცრავად ინტერესი და ინტერესიდან გამომდინარე მე ჰობის სახით ამის ხო აუცილებლად ჰობის სახით ამის ისა და მე ჰობის შემდეგ ნუ სერიოზული სწავლა მე წიგნები ანა გვამარაგებს რაღაცა ზოგადად ძალიან დახურული ის არის სფერო რა ესე არ არის რომ რაღაც ჩაწერე ინტერნეტში და მე ამოგიგდო რა. არ ბევრი წყარო არ არის. ძირითადად პარფიუმერები ერიდებიან რაღაც ინფორმაციის ესე მასობრივად გავრცელებას. უფრო თავისთვის ინახავენ და ესე არ ვის ქვია? სხვი ქვია მაისტერ პარფიუმერს, რომელიმე სახლისას, მაგრამ ჰერმესის სახლის, რა ვიცი, იქნება. რაღაც ცნობილი სახლის მაისტერ პარფიუმერს, ანუ მთავარ პარფიუმერს ეძახიან სხვის, კი ბატონო. ხო და ნუ ესე ინტერესი და მე სწავლა, მე პრაქტიკულ ნაწილზე გადასვლა და ჩვენ ეხლაც აბსოლუტურად დასაწყისში ვართ ამ გზის რა მე ესე მაგრამ ხო იყიდება ნუ ყოველ შემთხვევაში ამ წუთას ჩვენ გასაყიდე აღარაფერი აღარ აქვს და როგორ ჩანს იყიდება. ხო, ანუ უბრალოდ მარაგში არა. მაგრამ ეხა შენ მოხვედი ისე დროს, როცა ჩვენ აღარაფერი ერთი ფლაკონი. რამეს ხო აუცილებლად აბარისთვის მომენტი. მომასინჯეთ, მაინტერესებს. აი თუნდაც ყველაზე ესეთი საყვარელი ქმნილება შენი რომელია? ჩემ საყვარელ ქმნილებას გაგასინჯებ აუცილებლად დაინტერესდებიან ჩვენი გამომწერები, ინსტაგრამის გვერდს მივუჩითებთ. ძალიან დიდი მადლობა. გინდა ხელკანზე თუ მოდი. ხო, ავიღოთ როგორც. მე ძალიან მიყვარს ხე, თამბაქო. ხო, აი ხე აქ ბევრია. შეიძლება დატესტო. ხო, ნუ ეს ამ ფორმულაზე და აი მასე sneak peek-ზე ხა ამ სუნამოზე დაახლოებით 6 თვე მუშაობდით. წინა ზაფხული ვიმუშავეთ. ცოტა რაღაც ყვავილიც არის, ხო? თუ კიდე რა იგრძნობა რა არის კიდე. აქ არის ყვავილიც, აქ არის ამბროქსანიც, ხეც, ცოტა ვარდიც, ციტრუსიც. სუნამოს ხელოვნება, ანუ მე SMS-ი, სუნამოს ხელოვნება არის ის, რომ შენ შეგნა სუნამო სადაც ძალიან გაუჭირდება ვინმე თქვას კონკრეტულად, ანუ თავარია ეს ემოცია დაიბადოს, რომ ვაიმე რა კარგია, თორემ იმის იგივე არ არის ინგრედიენტების აღმოჩენა, ხო და მე ვთვლი, რომ მომხმარებელმა პრინციპში შეუძლია მე ერთი ეს ცხვირი არ არის რაღაც კონკრეტული შენ ვერ გაზომავ 1 კილოს ან 1 სანტიმეტრს ან რამეს, ხო, ყველას თავისი ახმა აქვს. იგივე სუნამო შეიძლება ვიღაცამ სხვანაირად აღიქვას, ხო? ამიტომ მე მიჩნია რომ მომხმარებელმა თვითონ მიცეს ინტერპრეტაცია, ვიდრე მე უთხრა რომ თუმცა გვაქვს აი ხმან აი sneak peek-ის შემოდგილობა, ну ეს არის
ძალიან რამდენიმე მიმართულება, ხო, ეს არ არის ფორმულა, ეხლა ფორმულას არავინ არ წერს ესე. თავისთავად, ბერგამოტი, ლიმონი, ლავანდა, მუხის ხავსი, სანდლის ხე. კი ბატონო. ეს მე-17 საუკუნიდან უკვე დაიწყო ეს პროცესი, როცა ძალიან ცნობილი სამეფო კარები ან ჰერცოგები და ამ შემდეგ უკვეთავდნენ, ანუ გაჩნდა ეს პარფიუმერის პროფესია და როცა უკვეთავდნენ თავიანთვის ესეთ უფრო ძირითადად იყო ვარდის წყალი, ან ესეთი ძალიან ცნობილი უნგრული წყალი, ეგრეთ წოდებული, რომელიც ასოცირდებოდა არა მარტო სუნთან, სასამართლოსთან, არამედ თითქოს ეს ახალგაზრდავებ და ადამიანებს და ამ შემდეგ. ეგვიპტიდან იღებს ისე. ეგვიპტეშიც, რა თქმა უნდა, ერთი ბალზამირების პროცედურა თავისთავად პარფიუმერებას გულისხმობს, იმიტომ რომ ეს ხო სასიამოვნო სურნელს უნდა აფრქვევდეს, ხო? ყველა ფარაონის საფლავი ბალზამირებულია, ასე რომ მათი სარკოფაგები შიგ თავსი და მოკლედ, სადღაც მე-17-18 საუკუნემდე იყო ეგ ამბავი მთავარი ამბავი. ეს მე-17-18 საუკუნიდან უკვე დაიწყო ესე მოხმარება, რომ მოხდა ძალიან დიდი როლი ითამაშა ალკოჰოლის დესტილაციის განვითარებამ, რა, იმიტომ რომ იტალიელებმა მოიგონეს ეს სხვათა შორის დაიწყეს, ანუ ბერგამოტის ეთერზეთის შექმნა, როცა მოხდა და პლუს ალკოჰოლის მიღება იმ სახით, როგორც დღეს გვაქვს, ხო, ეს სპირტი, რო ვთქვათ ესე ხალხურ ენაზე. მაგ დროს დაიწყო უკვე თანამედროვე პარფიუმი დაიბადა მაგ დროს რა, კოლნის წყალია ყველაზე კაი მაგალითი, ოდე კოლონს რო ვეძახით, ხო? იმიტომ რომ ფარინა, ჯოვანი ალბათ იტალიურად ფარინამ გააკეთა პირველი სერიული პარფიუმი, ანუ პირველი პარფიუმი, რომელიც ესე ჩამოასხა ბოთლებში და დადო და შეეძლო ეყიდა მარტო ჰერცოგს ან მეფეს კი არა, ნებისმიერს, ვისაც ეკნებოდა. ხო, მასო, ანუ ჩამოასხა ერთი რეცეპტი ფორმულა აიღო და იმ ფორმულით აგრძელებდა, ანუ ეს არ იყო აპრობირებული მეთოდი, იმიტომ რომ პარფიუმერს ეხლა მე დღეს რო ამ ხასიათზე ვარ და ეს სუნამო რო შევქმენი და ხვალ მე რო არ მომეწონა, ავდექი და ეს ფორმულა შევცვალე, ხო, მაგრამ იქ მომხმარებელსაც შეეცვალა, ხო, მე შესაბამისად ეს კაცი იყო კოლონში პირველი კაცი, რომელმაც დაიწყო მასიურად ერთი და იგივე რეცეპტით, ერთი და იგივე პარფიუმერული წყლის წარმოება. ნუ მე-20 საუკუნეში მე დაიბადა ეს შანელი ნომერი 5 და ამ შემდეგ და დაიწყო აბსოლუტური ინდუსტრიალიზაცია სუნამოების, როცა ხდება რომელიმე ცნობილი ბრენდი ქმნის მაგალითად კამარს, რა ვიცი, ტანსაცმელს, რაღაცა მაკიაჟს, სუნამოს, ხო? ეს როცა ყველაფერს რომელიმე ცნობილი ბრენდი აწარმოებს, ესე რომ ვთქვა და მაგ დროს დაიბადა ზუსტად ნიშ პარფიუმერია დაახლოებით 60-იან წლებში მე-20 საუკუნის. იმიტომ რომ რაღაც სხვა პოლუსი გააჩინეს თვითონ პარფიუმერებმა, რომ იმ ხალხმა, რომლებიც სუნამოზე მოხდა აქცენტის გაკეთება, ხო, გაგიგია, რომ ხელოვნება ხალხისთვის და ხელოვნება ხელოვნებისთვის, ხო? ანუ ვიღაცას პროტესტი აქვს, რომ მასიურ, ანუ მეინსტრიმული პროდუქცია ჩნდება და პარიზში მოხდა ეგ ამბავი, რომ რამდენიმე პარფიუმერმა გადაწყვეტა, რომ ჩვენ ვაკეთებთ არამასიურ პროდუქციას და ჩვენ ვქნით მხოლოდ სუნამოს და არაფერს სუნამოს გადადა, ჩვენ არ ვქნით რაღაც ხო, მოდის სახლის სუნამო აღარ იყო, სუნამო იყო ცალკე სუნამო, მაგრამ მაგ ნიშ ბრენდებს ხო განსხვავებული სიმძაფრე სწორად ხო და ეს ამ პოლუსის წარმოქმნა გამოიწვია იცი რა ამ რომ ეს ხალხი დაუბრუნდა ისე მე-18-მე-19 საუკუნეს რა, ანუ როგორც ხელოვნებას ისე ეპყრობიან დღემდე ეგ საზოგადოება და შესაბამისად ის იყენებს უფრო თამამად, როგორც აი მხატვარი გახსოვს ეს იმპრესიონისტები, რომლებსაც ადგენენ და რაღაც ძალიან ჭახე ფერები შემოიერეს უცებ და ხალხი გაგიჟდა, რომ რა ხდება. ყველაფერი ესეთი დავარცხნილი და დახვეწილი იყო და ამან უცებ ადგა და ძალიან განათებული მზე დახატა, ხო, მაგალითად. აი ეგეთი რაღაცა, რომ თუ შენ გინდა მაგალითად რომელიღაც ზანდელვუდ მაგალითად შეიგრძნო და მე მინდა რომ ჩემ პარფიუმში ზანდელვუდ იგრძნობოდეს. მე ზანდელვუდს მივცემ აი ესე როგორც მე მინდა.
არტიზანული პარფიუმი და პლუს ეს ნიშ პარფიუმი ნიშნავს ძირითადად მოიცავს იმ ხალხს, რომლებიც სუნამოს ხელოვნებას, აი ესე პირდაპირ ვთქვათ, ეთაყვანებიან და ცდილობენ, რომ ხოლოდ ანუ ეპიცენტრში იყოს სუნამო, იმიტომ რომ არის შედიხარ მაღაზიაში და შეიძლება საერთოდ ჯერ არც დაგიტესტავს სუნამო და უკვე გინდა, იმიტომ რომ ის მარკეტინგულად ისეთი შეფუთულია და ისეთი სახელი აქვს იმ შანელს თუ ვინც არის, რომ შენ საერთოდ არ გაინტერესებს პრინციპში რას თუნი აქვს, შენ გინდა რომ ის იყიდო აუცილებლად. შენი სუნამოები ინსტაგრამით გავიგე რომ შეუძლია მომხმარებელს ყიდვა, მაგრამ სადმე შოურუმში ხო არ სადმე შოურუმში ხო ჯერჯერობით არდევს არსად, იმიტომ რომ ჩვენ ანუ პრინციპში ჩვენ ეს პირველი სამი მოდელი გამოუშვით და ეს პირველი სამი მოდელი უკვე ამოიწურა, შესაბამისად ის რაოდენობა არ აგვაქვს რომ არ გქონდა, ну ამ წუთასაც არ აგვაქვს ჯერჯერობით რომ სადმე შოურუმში დავდოთ და მე იქვე ვიღაცა მიყიდოს. მაგრამ ყველაფერი გზაშია, ყველაფერი ის არის დამუშავების პროცესია და სადღაც საფხულის შუიდან სავარაუდოდ უკვე იქნება თბილისში რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება მომხმარებელს მივიდეს და იყიდოს და მარაგიც იმდენი იქნება, რომ გავბედო და დავდო სადმე, იმიტომ რომ ეს იყო რამდენიმე ათეული ფლაკონი პირველი გამოშვება, ესე რომ სხვა სუნამოებსაც ხო აუცილებლად მოიცა, მოდი მე ჯერ ამას გადასინჯებ. თან ეს ნუ ილანგი ქვია ამ სუნამოს. ილანგ. ამას ერქვა sneak peek. ხო, ეს ილანგი არის, ნუ მცენარეა, ტროპიკული ესეთი და ეს არის მთავარი ნოტი ამ სუნამოში. პრინციპში. ბერგამოტი, ტკბილი ფორთოხალი, ილანგი, ვანილი საზამთრო. საინტერესოა. ლაშას არ გავასინჯო? არ გავს. კი, გავასინჯე. მიდიება ნახე. ჩემი ის უფროა პირველი. პირველი? კი, პირველი უფრო მომეწა. ოკეი. მეც პირველი უფრო მომეწა. შენ სავარაუდოდ, იმიტომ რომ შენც ამბროქსანი გიყვარს ალბათ და პირველში ცოტა ბევრი ამბროქსანი. ალბათ. ესეც რა საინტერესო. სხვა შორის ეს სუნამო გავაგზავნეთ. პირველი ნაბიჯი გადავდგით ჩვენ აი ხა რამდენიმე ხნის წინ საერთაშორისო ასპარეზზე იმ კუთხით, რომ ბარსელონაში ერთ-ერთ ძალიან კარგ და პრესტიჟულ კონკურსზე გავაგზავნეთ ჩვენი ნამუშევარი, აი ეს სუნამო კონკრეტულად. და ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი იყო, რომ კონკურსში მიიღეს ეს სუნამო და ამ კონკურსის მონაწილეები ვიყავით, იმიტომ რომ ეჭვი მაქვს რომ საქართველოსთან ჯერ ეგეთი ფაქტი არ მოხდა. ხო და ალბათ ბევრი იგზავნება მსგავს კონკურსებზე, რომელიც არის რამდენიმე კარგი კონკურსი, რომლებიც გაძლევენ თემებს. ანუ იქაც ესე თავისუფალი თემა არ არის, შენ რაც გინდა გააგზავნო, არის თემა, რაღაცა მაგ შემთხვევაში იყო ციტრუსი თემა. გრეიპფრუტი, მწარე ფორთოხალი, ჟასმინი, ქართული ტყავი. ნუ რა. კაი ესეც. შოთა, დიდი მადლობა. მადლობა შენ. ისე შემთხვევით. რომ მოგზანდე. ხო, გიორგი მაგმოგვაჩე, ძმა მაგმოგვაჩენინა შენი თავი და ძალიან საინტერესოა. ზრუნავს მაგ ყველაფერზე. ხო. კიდევ გესტუმრებით. სიამოვნებით. ავი, თუ გინდა, თუ გაქვს დრო, შეგვიძლია გავაკეთოთ სუნამო. გავაკეთოთ, კი, შეგვიძლია? კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე საინტერესო პროცესი ეგაა.